გადმოცემის თანახმად ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში იბერიის მეფე ფარნავაზმა შექმნა 38-ასოიანი ქართული დანაყოფი სახელად ანბანი. მხედართ მთავრად ადაინიშნა, რომელიც გრძელ და რთულ გზაზე გაუძღვა 37 მებრძოლს. მოგვიანებით გრიგოლ ხანძთელმა ანბანის წევრებს საბრძოლო ენა შეასწავლა, რითაც უფრო გაფართოვდა მათი არსენალი. იცვლებოდა მათი იერიც. ასომთავრული და ნუსხურის შემდეგ საბოლოოდ მხედრული უნიფორმა მოირგეს. აქ გრძნობდა, რომ მისი რაზმი მსოფლიოს მნიშვნელოვან ძალად ყალიბდებოდა. ასეთი მათ გარდა კიდევ ათობით იყო. და კონკურენცია შესაბამისად იზრდებოდა. 1629 წელს რომში გამოცემული ჟურნალი მთლიანად დაეთმო ანბანს. გვერდები აჭრელებული იყო მათი ფოტოსურათებით. რომმა რაზმის წევრები პომპეზურად მიიღო. ანბანის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდებიც. 5 მხედარი ერთ-ერთ ურთულეს ბრძოლაში დაიკარგა. მოგვიანებით იაკობ გოგებაშვილმა ბიოგრაფიული წიგნიც გამოსცა ანბანის ყველა წევრის შესახებ. დღეს ანბანს მთელი მსოფლიო იცნობს, თუმცა როგორც რაზმი მოსახლეობის მხოლოდ 0.06%-ს ქართველებს ემსახურება. დიდი ისტორიის მქონე მხედრებთან გვიწევს თანაცხოვრება და ურთიერთობა. მრავალსაუკუნოვანი სტაჟით და უწინდელი შემართებით ისინი დღესაც ძალიან კარგ ფორმაში არიან. მიეცი ანბანს საშუალება კვლავ იყოს შენს სამსახურში. წერე ქართულად.